ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს მოძრაობა რუსთაველის გამზირის ინიციატივას და 4 ოქტომბერს რუსთაველიზე დაგეგმილ შეკრებას უერთდება. ასეთია პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილება. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეს არის სახალხო მოძრაობის ხალხის პროტესტის დღე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იქნება ქართველი ხალხის გვერდით. ნაციონალური მოძრაობის გეგმებს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით სკეპტიკურად უყურებს პარტია გირჩი. მათი განმარტებით, აქციას სერიოზული პროცესები ვერ მოჰყვება. ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის იდეას აფასებენ კოალიცია ძლიერ საქართველოშიც და ამბობენ, რომ მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგი მათი პარტია არ არის და არც იმას გამორიცხავენ, რომ მათი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ლელოსთვის ხმის მიცემის შემდეგ შესაძლოა აქციასაც შეუერთდეს. რაც შეეხება მმართველ გუნდს ნაციონალური მოძრაობის ამ გეგმისგან, სერიოზულ პროცესებს ისინი არ ელოდებიან და დარწმუნებულები არიან გამარჯვებაში. 4 ოქტომბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც შეიქმნა სწორედ ჩვენი წინააღმდეგობის ფონზე. უარი ვთქვით რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე, რომელსაც ივანიშვილი არჩევნებს ეძახის და სინამდვილეში თავისუფალ არჩევანთან ამ თარიღს არაფერი აქვს კავშირი, თუ არა ის, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი არჩევანი გამოვხატოთ ჩვენი ნება რუსთაველის გამზირზე თბილისში, ჩვენი პროტესტით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი სიმტკიცით, ჩვენი პრინციპულობით და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ პრინციპულ არჩევანს გააკეთებს. ნაციონალური მოძრაობის ამ რადიკალური გადაწყვეტილებებით და აი ამ რადიკალური სცენარების დაანონსებით მხოლოდ ძლიერდება ოცნების რეჟიმი და მხოლოდ კიდევ უფრო მეტად მძვინვარებს ეს რეჟიმი და ახლა უკვე ესეთ ძალადობრივ ფორმებზე არის გადასული. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის ამ აბსურდული იდეებისა და აბსურდული ნაბიჯების დამსახურება არის. ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ გეგმას, ბოიკოტის მომხრეები როგორ ამარცხებენ რეჟიმს და აქეთ მხარეს გვაქვს კონკრეტული გეგმები და კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმული. სიღმაწვილის სენი ქვია ამას, რომ რაღაც ბავშვი რომ რაღაცნაირად გაჯიუტდება და მე ფეხებს რო აბაკუნებს და მე ყურადღებას რო არ აქცევ, მე ტირილს რო იწყებს და მე კიდე რო უმატებს და უმატებს. ხო ხედავენ რომ არ უცემთ ამ შეურაცხყოფაზე პატივს. ესა პასუხს. პატივს ცემთ მათ პოზიციას. ვიცი რომ მათ გულწრფელად უნდათ ამ ხელისუფლების დამარცხება, მაგრამ ჩვენ სხვანაირად უყურებთ პროცესი ისინი სხვანაირად. ჩვენ ხო არ ვლანძღავთ. რა თქმა უნდა, ეხა ისე იოლად არ მოხდება ამ გამარჯვების გადაფორმება, ქუჩაში უნდა ვიბრძოლოთ საარჩევნო უბანთანაც რთულ პროცესში ვართ ჩვენ შესულები და აი ესეთი განცხადებებით ჩვენ არ გვაზიანებენ, უბრალოდ საერთო საქმეს აზიანებენ. თარიღები არ არის სამძალის ძლიერი მხარე, ჩვენ ბევრი თარიღი გვინახავს დაანონსებული, გადავლილი და ასეც ეხლაც ეს იგივე იქნება 4 ოქტომბერიც მოვა, ჩაივლის ეს არჩევნები მშვიდობიანად. მოსახლეობა გამოხატავს თავის აზრს და გაგრძელდება ცხოვრება საქართველოში. ეს არის რაც რეალურად მოხდება. თუმცა რა თქმა უნდა იქნება მცდელობა და ჩვენ გვესმის ამისი პირდაპირ ხმამაღალი მოწოდებები, პირდაპირ წასვლა სისხლის სამართლის დანაშაულზე, ამ დანაშაულში მოწოდება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ხო, რაღაცას დაანონსებენ, მუხტს აწევენ და შემდეგ გაეცლებიან, დაიმალებიან და ჩვეულებრივ მოსახლეობას შეატოვებენ ხოლმე დაპირისპირების კერაზე. ხო გახსოვთ ყოველ ორშაბათს ახალ გეგმას რო გვაცნობდნენ. რომ ახლა პარასკევს შევიკრიბეთ, ახლა კიდე კვირას კიდე ერთხელ შევიკრიბეთ, ორშაბათს ახალ გეგმას გადაცნობთ. მერე გავიდოდ ერთი კვირა, კიდე ახალი ორშაბათი დგებოდა. რა თქმა უნდა, არანაირი მოწყობრი გეგმა მათ არ აქვს, იმიტომ რომ როცა რესურსი არ აქვს, გეგმასაც ვერ ადგენს. არანაირი რესურსი იმისა, რომ ძალადობით მოხდეს ხელისუფლების დამხობა, საქართველოში არ არსებობს. კონსტიტუციის ფარგლებში 10,000 კაცი შეიკრიბება, 10 თუ 100,000, ღმერთმა ხელი მოუმართოთ.